არ მახსენდება იმაზე უფრო მეტად სანუგეშო უწყება დაქანცული ხალხისათვის, ვიდრე შობის უწყებაა. იცით, ღმერთის ხმა ისმის ამ დაცემულ ქვეყნიერებაზე. ის ლაპარაკობს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თავისი ძის წარმოგზავნის მეშვეობითაც. ცოდვით ჩვენს დაცემულობას, ქვეყნიერების დაცემულობას, ღმერთი მიმართავს არა მხოლოდ თეოლოგიით, არა მხოლოდ ბრძნული გამონათქვამებით, არამედ თავისი ძის წარმოგზავნით, რომელიც უდიდესი წვენია ჩვენთვის. დაუფალი იესო ქრისტეს, როგორც უფლის მიერ ჩვენთვის წარმოგზავნილ წვენს, ორი დიდებული რამ უკავშირდება. შეხედეთ იმ ბაგას, მასზე მწოლიარე ჩვილს და დაინახეთ მასში დიდი მღვდელმთავარი, რადგან ქრისტე მოვიდა რათა მღვდელმთავარი ყოფილიყო. და ვინაიდან ის მოვიდა და იცხოვრა ამ ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებაზე, ჩვენსავით ყოველგვარი ცდუნების წინაშე მოუწია დადგომა. სწორედ ამის გამო ის გამგები და თანამგრძნობელი მღვდელმთავარია. თქვენ მიდიხართ მასთან, ლოცულობთ მის წინაშე, ვისაც ესმის, რის გავლა გიწევთ. ბიბლიაში დაწერილია, რომ მას ძალუძს თან აგვიგრძნოს ყოველ ჩვენს უძლურებაში. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა აღნიშნავს ყოველგვარ უძლურებას. ის თანაუგრძნობს ჩვენს ადამიანურობას. ეს მნიშვნელოვანია. გაჭირვების ჟამს თავის წყალობას გვთავაზობს. მისი მადლი და წყალობა გვეხმარება სირთულის ჟამს. არის მეორე რაღაცაც. ქრისტეს მოსვლა და საქმე, რომელიც მან მოიმოქმედა თავისი სიცოცხლით, სიკვდილითა და აღდგომით, უზრუნველყოფს იმას, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენი დაქანცულობა დასრულდება და ვიცხოვრებთ სრულყოფილ ჰარმონიაში, სრულყოფილ მშვიდობასა და სრულყოფილ სიმართლეში, ჩვენს უფალთან ერთად სამარადჟამოდ. ქრისტეს შობა არის გარანტია იმისა, რომ უფალი დაგეხმარება ამ ცხოვრებაში და ასევე გარანტიაა იმისა, რომ მარადისობაში არავითარი პრობლემა აღარ იარსებებს. ეს არის კეთილი უწყება.